I'm German homelos, I drink coffee and I know things. 43 ეპიზოდის თემა არის სიცოცხლის ხანმოკლეობის მნიშვნელობა. ეს საკითხი ისეთი აშკარა, მარტივი და გასაგებია, რომ ახსნა საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს ჩემი აზრით, მაგრამ კაცობრიობის ისტორიას დიდად არ ეტყობა, რომ ადამიანებს გააზრებული აქვთ ეს. განამე არა, მათ შორის არც მე. ჩვენ არ გვაქვს გააზრებული ბოლომდე თუ რატომ ცოცხლობს ადამიანი ასე ცოტა ხანს. ან შეიძლება უბრალოდ არ გვსურს ამის გააზრება, თავს ვიტყუებთ. და მაინც რატომ მოაწყო შემოქმედმა ასე, რომ ადამიანი ასე ცოტა ხანს ცოცხლობს. 100 წელიც კი არ არის ბევრი. ძალიან ცოტა. როგორ კაცო ამაში არაფერი აზრი დევს, შემთხვევითია? არაფრის შეხსენებას არ ცდილობს ღმერთი ამით? მოდი გავშალოთ და დაღეჭილი თემა კიდევ ერთხელ დავუეჭოთ. ადამიანი არის გონიერი არსება. ფიქრობს, აზროვნებს, იგონებს, ვითარდება, არჩევანის საშუალება აქვს, უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობები აქვს, რამდენადაც შეეძლო ღმერთმა ადამიანი დაიმსგავსა და შემოქმედების გასაოცარი უნარიც კი უსახსოვრა, უფრო მეტიც მარადიულად სიცოცხლესაც კი ჰპირდება. სულის გაძლიერებისა და აღზრდისთვის დედამიწისნაირი საოცარი პლანეტა აჩუქა საცხოვრებლად. ყველაფერი აქვს ადამიანს, რომ კარგი იყოს, ბედნიერი იყოს, მაგარი იყოს, გონიერი იყოს და არ მოიწყინოს. იშრომებს, მოსავალს მიიღებს, იკვებით და ხით სახლის აშენებას შეძლებს, განავითარებს ამ სახლის აშენების ოსტატობას, ფოლადის დამზადებას შეძლებს, ელექტროენერგიას აღმოაჩენს და თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, იგით ნავთობს იპოვის და ტრანსპორტის განვითარებას შეძლებს. ხატვა უნდა, ამასაც ისწავლის, სიმღერასაც ისწავლის, თუ მოინდომებს, აგერ კოსმოსში გასვლასაც კი შეძლებს. აი, რამდენი სიკეთეები ჩამოთვალო, რამდენი რამე აქვს ადამიანს ჯერ მარტო ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, რომ ბედნიერი იყოს. ცოტა უნდა წაიმუშაოს და ეგ არის. ისე მოაწყო ღმერთმა, რომ დიდად შრომაში სიკვდილი არ სჭირდება ადამიანს, რომ იცოცხლოს. ეს სიმდიდრე აქვს ადამიანს, ოღონდ თავისთვის კი არ აქვს მხოლოდ ერთს, სხვაებიც არიან მის გარდა, სხვა ადამიანებიც. ანუ მარტო თავის თავზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა და იზრუნოს, სხვასაც უნდა გაუნაწილოს ეს თავისი ჭკუა, ენერგია, საკვები, მიწიერი სიმდიდრეები, მზრუნველობა და ამის მაგურად რომ სხვებისთვის ბოროტების გაკეთებას უთმობს ამ ხანმოკლე სიცოცხლის წუთებს, დღეებს და წლებს, რას ემსგავსება ასეთი ადამიანი? ცხოველს ხომ? დემონს. მას შეუძლია რომ სიცოცხლე თავისი გონების განვითარებაში, ღვთისძიებაში, შესწავლაში, სასარგებლო შრომაში და სხვებისთვის სიკეთის გაკეთებაში გაატაროს და ღირსეულად გადავიდეს სიცოცხლიდან მარადისობაში. ხანმოკლე სიცოცხლე შეხსენებაა ჩვენთვის, ადამიანებისთვის. შეხსენება იმისა, რომ ისედაც ცოტა ხანი ვცოცხლობთ და გავატაროთ სიკეთის ქმნასა და ერთმანეთის თანადგომაში ეს ცოტა დრო. არანაირი მატერიალური სიხარულები და ახირებები არ ღირს ადამიანების სიძულვილად. ზურგშექცევად, უარყოფად. კაი ცოტა ხანი ისიამოვნება ფულით, სახლებით, შურისძიებით, ქედმაღლობით და რა ამერე? რა რჩება ბოლოს? არ ღირს დროის დათმობა იმისთვის, რაც გაქრობისთვისაა განწირული. სიკეთე და სიყვარული, თვითგანვითარება, უფლისძიება არის ის, რისთვის დროის დათმობაც მარადისობაში გადაგვიყვანს სიცოცხლიდან. აი რისთვის ღირს სიცოცხლე? სიყვარულისთვის და სიკეთისთვის.